სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთს არს დაიღოს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ჩვენ წავიკითხეთ სახარება ერთი კორუმპირებული ჩინოვნიკის შესახებ თანამედროვე ენაზე ასე გამოითქმის ყოველ შემთხვევაში ზაქეს ისტორია წინა კვირას ვინც ესწრებოდით ჩვენს წირვას და გადაგებას მოусმინეთ მე თქვენი გითხარით ერთი სიტყვა რომელიც უნდა დაგემახსოვრებინათ რომ ეს წინა სამზადისია დიდმარხვისა და გითხარით რომ იქ არის ბრმის ისტორია რომელიც ითხოვს რას ღმერთი ეკითხება მას იესო ქრისტე ეკითხება რა გინდა რომ გაგიკეთო და ის ითხოვს რომ ამეხილოს თვალი აი შემდგომ კვირას დღევანდელ დღეს უკვე ჩვენ ვკითხულობთ ისტორიას ზაქეს შესახებ რომელიც მეზვერეთა მთავარია და არის ძალიან მდიდარი და როგორ შეიძლება უბრალო გადასახადების ამკრებ იყოს მდიდარი ესე იგი კორუმპირებულია რა თქმა უნდა კორუმპირებულია და მისი მთელი ეს შემოსავლები უკანონოა მაგრამ მიუხედავად ამისა როდესაც ესმის რომ იესომ უნდა გამოიაროს იმ ქალაქს სადაც თვითონ ცხოვრობს ეს ქალაქი იერიხოა და დაწყევლილი ქალაქია მინდა გითხრათ ისო ნავესმა როდესაც დაანგრია ეს ქალაქი მაშინ წევლა წარმოთქვა რომ თავისი შვილის ძვლებზე ააშენოს ეს ქალაქი ვინც ააშენოსო და მართლაც ასე მოხდა კვლავ აღადგინეს ეს ქალაქი მაგრამ მიუხედავად ამისა აი ამ დაწყევლილ ქალაქში შემოდის მაცხოვარი ამ გაუბედურებულ ხალხში შეიძლება ითქვას და ზაქე გარბის და დიდი მონდომებით მოკლედ რადგან ტანდაბალი კაცი იყო ადის ხეზე რომ დაინახოს ხალხის სიმრავლის გამო ზემოდან შეძლოს მისი დანახვა და მაცხოვარი მას მოუტრიალდება და ეუბნება რომ ზაქე ჩამოდი ხიდან მე დღეს შენთან მოვდივარ სტუმრად საოცარია რომ სახელი იცის მისი არა ნუ ღმერთმა ყველა სახელი იცის ბუნებრივია მაგრამ როდის დაგიძახებს ღმერთი რომ შენთან აპირებს წამოსვლას როდესაც ითხოვ თვალის სახელას და თვალის სახელას ითხოვ ერთი მიზეზით რომ დაინახო ქრისტე იმიტომ რომ თვალ გახელილობა არ ნიშნავს იმას რომ ერთმანეთისგან ფერებს ვანსხვავებ თვალ გახელილობა ნიშნავს იმას რომ მე სულიერი თვალი უნდა მქონდეს გახელილი და ჭეშმარიტების შეცნობა შემეძლოს ჭეშმარიტების დანახვა შემეძლოს და ნებისმიერ სრულ წინადადებას უკან არ გავეკიდო და არ გავხდე და ზაქე სწორედ ეს ადამიანია რომელმაც მოინდომა რომ დაინახოს ეს ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება მას ეუბნება რომ მე დღეს შენთან მოვდივარ სახლში რადგანაც შენი მონდომება ასეთი იყო მაგრამ როგორ ფიქრობ ზაქეს ბოლომდე აქვს სახელი თვალი ჯერ კიდევ არა როდის მოხდება ზაქეს თვალის ახლა იცით და ნამდვილად ქრისტეს დანახვა როდის მოხდება როდესაც იესო ქრისტე მასთან შემოვა სახლში და როდესაც ადამიანები დაბრკოლებულები იქეთ-აქეთ გარბიან და ლაპარაკობენ რომ როგორ ზაქე რომელიც ასეთი კორუმპირებული კაცია გათახსირებული კაცია ფული საიდან აქვს ნაშოვნი ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით და უცბად მასთან მიდის სახლში და ამ დროს ზაქე რას ამბობს თუ კი ვინმეს რაიმე ვალი მაქვსო ოთხმაგად უზღავო ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ვალი ეს არის ნებისმიერი დავალიანება რომელიც ადამიანის წინაშე შეიძლება გქონდეს ეს არის ყურადღების გამოვლინება ეს არის სიყვარულის გამოვლინება ეს არის რომ აწენინე და ბოდიში არ მოგიხდია უამრავი რამ შეიძლება იქნას ჩამოთვლილი და ზაქეს თვალის ახლა სწორედ აქ ხდება ზაქე აქ დაინახავს ქრისტეს ოღონდ დაინახავს არა მარტო იმ პიროვნებაში ვინც მის სახლში შემოვიდა არამედ დაინახავს ყველა იმ ადამიანში ვისი ვალით ზაქეს აქვს და ვინ არის ესეთი ადამიანი იცით აბსოლუტურად ყველა მის ირგვლივ ამიტომაც ეხლა წარმოიდგინეთ ეს კორუმპირებული ზაქე რას აკეთებს იწყებს ამ ვალების დაბრუნებას არა მარტო ის რომ ფინანსური ვალი ოთხმაგად უნდა ვსღო ერთი თუ ქონდა ვალი ეხლა თუ ოთხლარს აბრუნებს უკან არა არამედ ნებისმიერი მისი უყურადღებობა ნებისმიერი მისი უხეშობა ნებისმიერი მისი გამოვლინება რაღაცა თავხედური იყო ეს თუ ზევიდან გადმოხედილი იმიტომ რომ მას ბევრი ფული ჰქონდა და სახელმწიფო რაღაცა ჩინოვნიკი იყო და ამის გამო ვიღაცის დაჩაგვრა შეეძლო ეხლა ეს ყველაფერი უკან მიაქვს ზაქეს რის გამოც ის შეიძლება არანორმალურად ჩაითვალოს მაგრამ
რომელი მორწმუნე ჩაუთვლიათ მთლად ნორმალურად თავის საზოგადოებაში. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, როდესაც ამ სახარებას მოისმენ და გაიგებ და იმ წინა კვირის სახარებასაც დაუკავშირებ ამას ყველაფერს, ლოგიკური ჯაჭვი ეწყობა, რომ ერთია მინდა თვალის ახელა, მეორეა მინდა ჭეშმარიტების შეცნობა, მაგრამ ხანდახან ქრისტესთან მისულიც კი მაინც ვერ მიხვდარ ვარ ჭეშმარიტებას ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო. ასე მგონია, რადგანაც თვალი ამეხილა, რადგანაც ქრისტეს შესახებ გავიგერ, ვინ არის და რა არის და მისი მოძღვრების შესახებ ასე თუ ისე მესმა, მიუხედავად ამისა, მაინც ისევ ცხოვრობ, როგორც მე მინდა. არა ისე, როგორც ქრისტეს უწერია სახარებაში. მე რა რომ გავიცანე. სახარებაშიც კი კორექტივები შემაქვს საჩემოთ, როდესაც ამბობ, რომ აი ესე კი კარგია, მაგრამ აბა დღევანდელ დღეს ასე ვის შეუძლია. უნდა სცადო, იქნება და შეგიძლია. ძნელია ბოდიშის მოხდა, ვიცი, მაგრამ უნდა მოიხადო. გეკუთვნის თუ არ გეკუთვნის, მაინც უნდა გააკეთო ეს ამბავი. მშობლებთან წინააღმდეგობაში რომ ხარ, კეთილი უნდა ინებო და თავი ჩახარო და გაჩვენდე. როდესაც უფროსებთან ურთიერთობაში ხარ, უნდა იცოდე უფროსის პატივისცემა. სხვა მეტი კი არაფერი არ არის ქრისტიანობა. ჩვენ ქრისტიანობა გონია ვიღაცა უდაბნოში მუხლები რო აქვს, გადატყავებული და ვეღარ იმართება წელში მარხვისგან და ლოცვისგან, მხოლოდ ის არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ადამიანობა, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ზრდილობას, აუცილებლად გულისხმობს შენ შინაგან კულტურას, შენს შინაგან მდგომარეობას, რომ ვიღაცაზე გული შეგტკიოდეს. როგორ ჩვენ ახლა აქ დგავართ და ვიღაცაზე ვიცით, რომ ციხეებში იტანჯება და ამაზე გული არ უნდა შეგტკიოდეს, იმიტომ რომ დამნაშავეა? მაშინ სადღა არის შენი ადამიანობა? შენ უდანაშაულო ხარ ყველაფერში ღვთის წინაშე? დამნაშავეა თუ დანაშაულის გარეშე ზის, როდესაც იცი რომ იტანჯება, დაჩაგრულის მხარეზე უნდა გქონდეს, გულშემატკივრობის რაღაცა სურვილი უნდა აღიძრა შენ სულში. თუ ეს ასე არ ხდება, ქრისტე შეიძლება შეგხვდა, შეიძლება შენ სახლშიც შემოვიდა, მაგრამ შენი გულის კარი კიდევ ვერ გაიღო. ვერ გაიღო იმ ჭეშმარიტების მისახვედრად, რომ თუ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებში არ ხედავ ქრისტეს და თუ არ შეგილია ზაქესავი თქვა, რომ ვისი რაც მართებს მე ოთხმაგად გადავწყვიტე, რომ გადავიხადო, არაფერი არ შეცდება შენში. არც თვალის ახელამ, არც ქრისტეს შენში შემოსვლამ, სახლში შემოსვლამ, ვერაფერი ვერ შეცვალა. ამიტომაც დანო და ძმანო, შევიცვალოთ უნდა ცხოვრების წესი. ამას გვახსენებს დიდმარხვის ეს სამზადისი. შევიცვალოთ უნდა ცხოვრების წესი და გავხდეთ ზაქესთან მიმართებაში გამომეძიებელი იმისა, ვინ არის ქრისტე პირველ რიგში და რა სურს მას ჩვენგან. ამის შემდგომ ყველაფერი აბსოლუტურად თავის ადგილას დალაგდება და შენც მოგივა ეს აზრი, რომ ყველას ვალი გაქვს, ვინ შენს ირგვლივ არსებობს. ვიღაცისთვის ღიმილი გაქვს, რომელიც დაამადლე და არ გაუღიმე, ვიღაცას გამარჯობა, ვიღაცას ყურადღება, ვიღაცას მოკითხვა, ვიღაცის ფინანსური, ვიღაცის კიდევ უფრო მეტი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. იფიქრეთ ამაზე, აი ეს იყოს რაღაცა გზავნილი თითოეული თქვენგანისა ეკლესიის მხრიდან გამოგზავნილი რაღაცა შეტყობინება, რომლითაც გატყობინებს, რომ დიდმარხვის შედგომას თუ ვაპირებთ, მოდით ასე შევუდგეთ, რომ გამართლებულნი როგორც ზაქე წავდგეთ ღვთის წინაშე და ვადიდოთ ყოვლადწმინდა სამება. ამინ. გალოცვილი და გახარებული გავყოფოთ ღმერთი.